თელავის პოლიციის სამმართველოს ყოფილი პოლიციელი ქართულ ოცნებას უერთდება. ბექ აბულაძის განცხადებით, კოალიციაში გაწევრიანების გადაწყვეტილება იმ კადრებმა მიაღებინა, რომელიც გლდანის მერვე საპყრობილეში პატიმრების წამების ფაქტებს ასახავს. პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თანამდებობა 2012 წლის 25 ივლისს დატოვა, ამბობს, რომ მასთან ერთად სამართალდამცავი ორგანოდან 5 თანამშრომელი წამოვიდა. აბულაძის თქმით, სამმართველოს მაღალჩინოსნები მას და მის კოლეგებს ქართული ოცნების წევრებზე პოლიტიკური ნიშნით დევნას აიძულებდნენ. როდესაც მივხვდი, რომ პოლიცია იქცა პოლიტიკური შეკვეთების შესრულებლად და მთლიანად მოექცა ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ, რომ ჩვენ კანონის დამცველები კი არა, უკანონობისა და უსამართლობის უსიტყვო შემსრულებლები ვიყავით, გადავწყვიტე დამეტოვებინა სამსახური. ამ დავალებებში გულისხმობთ პოლიტიკური მიზნით კერძოდ ქართული ოცნების წევრების პოლიტიკური ნიშნით დევნას და ზეწოლას მათზე.